სწორედ ამ ფოტოების გავრცელების შემდეგ მთავარი კითხვა არის ეს, რა კავშირი აქვს ოთარ ფარცხალაძეს ჩეჩნებთან, ჩეჩენ გენერალთან, აპტი ალაუდინოვთან კონკრეტულად, რომელიც არის კადიროვის და პუტინის მდობით აღჭურვილი პირი და რომელმაც საკუთარ სოციალურ ქსელში 12 აგვისტოს თავად გამოაქვეყნა ოთარ ფარცხალაძე რომანოვთან ერთად გადაღებული ფოტოები. ფოტოები ასახავს რაიმე შეხვედრას, რომელზეც არა მხოლოდ აპტი ალაუდინოვი და ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, არამედ სხვა პირებიც არიან, თუმცა ყველა მათგანი არის სწორედ აი ამ რუსული პროპაგანდის ნაწილი, რომელიც სხვათა შორის მედიაშიც ხშირად ჩნდება. აღნიშნული კითხვა, რა კავშირი აქვს ფარცხალაძეს ჩეჩნებთან, ბუნებრივია, ლეგიტიმურია გამომდინარე იქიდან, რომ კოკა მორგოშია კაცი პოლიტიკოსი, რომელიც არის ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმე და რომელიც ამტკიცებდა, რომ მისი ინფორმაციით, წყაროს მიერ მიწოდებული ინფორმაციით, ფარცხალაძე მის მკვლელობას გეგმავდა სწორედ აი ამ ორგანიზების პროცესში შეხვდა სწორედ არა მხოლოდ ქართული წარმომავლობის ხალხს, არამედ ჩეჩნებს და შეხვედრაზე, სადაც კოკა მორგოშიას პირადი ინფორმაცია მისი მანქანის საცხოვრებელი სახლის შესახებ გაიცემოდა, სწორედ ჩეჩნური წარმომავლობის პირებიც ესწრებოდნენ. ბუნებრივი არსებობს ბევრი კითხვა, რასაც პასუხი უნდა გაეცეს. თავად კონსერვატიული მოძრაობის დამფუძნებელი კი ამბობს იმას, რომ მას არ აქვს ინფორმაცია კონკრეტულად ალაუდინოვთან შეხვედრის დროს რა დეტალები განიხილებოდა, თუმცა მან დადასტურებით იცის ის, რომ ლილუაშვილის ფორმაციის ქართული ოცნების წარმომადგენლად ესახებოდა რუსეთში გარკვეულ პოლიტიკურ ჯგუფებს. ოთარ რომანოვ ფარცხალაძე საუბრობდა როგორც ქართული ოცნების წარმომადგენელი, თუმცა ახლა მას შემდეგ, რაც ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე მას უკვე ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს და რაც მას საქართველოში დაბრუნების შემთხვევაში უადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება, მორგოში ამბობს, რომ რუსეთში ფარცხალაძეს ძალიან ბევრი პრობლემა შეექმნება და მათ შორის ეს გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფებიც მასთან ურთიერთობას აღარ გააგრძელებენ. ძალიან ბევრმა ადამიანმა იცოდა ისე, რომ ქართულ ოცნებას წარმოადგენდა რუსეთის ფედერაციაში და ეხლა მას შემდეგ რაც ეს ესე ვთქვათ ყველასთვის ღია რომ მას ეძებს ქართული ოცნება და ეხლანდელი ესე ვთქვათ მთავრობა, ამის შემდეგ სავარაუდოდ იქ ბევრ ადამიანს კითხვები გაუჩნდება და ეს შეხვედრები აპტი ალაუდინოვთან მისი თუ სხვა ნებისმიერ პოლიტიკოსთან ფაქტობრივად არ იქნება. ოთარ ფარცხალაძე ესე ვთქვათ ლილუაშვილის ფორმაციის ქართულ ოცნებაში რომ მოსკოვში მაგას იძახობდა რომ მე წარმოვადგენ ქართულ ოცნებას და მე ვარ ყველაფერიო, ეგ ფაქტია. ამაზე ორი აზრი არ არსებობს. პრობლემა იქნება თავისთავად ცხადია რუსეთის ფედერაციაში, იმიტომ რომ ეხა პოლიტიკა აკეთო რუსეთში და იყო ვითომ საქართველოს წარმომადგენელი საქართველოსი, რომელიც შენ გეძებს და სამუდამო პატიმრობა გემუქრება, ეხა ეგეთი რამე მოსკოვშიც შეუძლებელია რომ დაალაგო რა და ეხა პირდაპირ გეუნებით პირადად მე ეხა სახელები და გვარები თქვენ ბევრს არაფერს არ გეტყვით. ფარცხალაძეს ბრალი რო წაუყენეს, მაშინ გაიგეს რუსეთში თურმე ეს კაცი რომ რაღაცა დაპირისპირებულია ეხლანდელ მთავრობასთან. რუსეთის აგენტობისთვის სანქცირებული საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორის შესახებ ქართულ ოცნებაში ბევრი საუბარი არ სურთ. ამბობენ მხოლოდ იმას, რომ მათი პოლიტიკური ჯგუფის წევრი ოთარ ფარცხალაძე რომანოვი არ არის და მაშინ, როდესაც გამოიკვეთა მისი გარკვეული დანაშაული, მაშინვე წაუყენეს მას ბრალდება, თუმცა ბუნებრივია ამაზე საუბარი არის გადაჭარბებული გამომდინარე იქიდან, რომ ოთარ ფარცხალაძე რომანოვის რუსეთთან კავშირებზე, აგენტობაზე საუბარი მთელი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფარცხალაძე რომანოვი კი საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილდებოდა, მათ შორის მას შემდეგ, რაც მას უკვე ქართული პასპორტიც კი სალომე ზურაბიშვილმა გააუქმა. ქართული ოცნების დეპუტატები ამბობენ, რომ არანაირი კითხვის ნიშანი რუსეთის აგენტობასთან დაკავშირებით არ არსებობდა მაშინ, როდესაც ამერიკამ ფარცხალაძე დაასანქცირა, ყოველ შემთხვევაში მისთვის, მათთვის არ გადაუციათ არანაირი მტკიცებულება და სწორედ ამიტომ ამ დროის განმავლობაში ფარცხალაძე იყო ხელშეუხებელი. ბატონი ფარცხალაძე არ ეკავებდა არანაირ პოზიციას ჩვენს ხელისუფლებაში, შესაბამისად ეს მისი უფლება იყო, სად გაფრინდებოდა და სად ჩავიდოდა, ხო? არავინ მას ამას არ ეკითხებოდა, ხოლო რაც შეეხება დღევანდელ მოცემულობას, ბატონი ფარცხალაძე არის ბრალდებული. თუ ადამიანის მიმართ იკვეთება კონკრეტული ნიშნები, რაიმე დანაშაულთან მიმართებაში, იქნება ეს კორუფციული დანაშაული თუ სხვა ტიპის დანაშაული, ინდულგენციას არ წარმოადგენს არც ერთი პოზიცია და აბსოლუტურად ყველას მოექცევა ჩვენი, ასე ვთქვათ, სამართლებრივი სისტემა, ისე როგორც ჩვეულებრივ ადამიანს. როდესაც დასანქცირებაზე იყო საუბარი, ჩვენ ვითხოვდით ჩვენი პარტნიორებისგან მტკიცებულებებს
და რა თქმა უნდა მტკიცებულებებს, როდესაც გადმოგცემდნენ, ჩვენ მზად ვიყავით, რომ ჩვენ აგვეძრა კონკრეტულად სისხლის სამართლის საქმე ბატონი ფარცხალაძის წინააღმდეგ. თუმცა ჩვენ ვერანაირი პასუხი ვერ მივიღებთ მტკიცებულებებთან დაკავშირებით და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს საქმე ასეც დარჩა. ოთარ ფარცხალაძის წინააღმდეგ საქართველოში გამოძიება აგვისტოს თვიდან მიმდინარეობს. ეს არის ლევან ჯანგველაძის შეკვეთილი მკვლელობის საქმეზე, თუმცა ამ დრომდე უცნობია იძიებს თუ არა ქართული გამოძიება ოთარ ფარცხალაძის ჩეჩნებთან კავშირს, რომელიც შესაძლოა უკავშირდებოდეს კიდევ ერთი მკვლელობის მომზადებას.